როდესაც მზე ქრება ტანზანიის ეიასის ტბის ბორცვების მიღმა, იწყება გადარჩენის თამაში, რომელსაც მსოფლიოში ჯერ კიდევ ცოტა ხალხი იცნობს. ჰაძაბეებს, ჰაძებ, არ აქვთ ღობეები. არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი. მათსა და პლანეტის უდიდეს მტაცებლებს შორის არ არის ბეტონის კედლები. მიუხედავად ამისა, 50,000 წელზე მეტია, ეს 1300 ადამიანზე ნაკლები ტომის წინავსღია ცის ქვეშ, დროებით ბანაკებში, ლომებით, ლეოპარდებითა და აფთრებით გარშემორტყმული. ყოველ ღამე და ყოველ დილით ისინი ცოცხლები იღვიძებენ. თუ თქვენ გატაცებული ხართ გარეული ცხოველებით და ნამდვილი დოკუმენტური ფილმებით, არ დატოვოთ ეს ვიდეო. უყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი ახლავე და დააკომენტარეთ საიდან უყურებთ. როდესაც მზე ქრება ტანზანიის ეიასის ტბის ბორცვების მიღმა, იწყება გადარჩენის თამაში, რომელსაც მსოფლიოში ჯერ კიდევ ცოტა ხალხი იცნობს. ჰაძაბეებს არ აქვთ ღობეები. არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი. მათსა და პლანეტის უდიდეს მტაცებლებს შორის არ არის ბეტონის კედლები. მიუხედავად ამისა, 50,000 წელზე მეტია, ეს 1300 ადამიანზე ნაკლები ტომის წინავსღია ცის ქვეშ, დროებით ბანაკებში, ლომებით, ლეოპარდებითა და აფთრებით გარშემორტყმული. ყოველ ღამე და ყოველ დილით ისინი ცოცხლები იღვიძებენ. თუ თქვენ გატაცებული ხართ გარეული ცხოველებით და ნამდვილი დოკუმენტური ფილმებით, არ დატოვოთ ეს ვიდეო. უყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი ახლავე და დააკომენტარეთ საიდან უყურებთ. წარმოიდგინეთ სცენა. ტანზანიის სავანის დაახლოებით 1500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, იაედას ველსა, იერე-վել და ეიასის ტბის ნაპირებს შორის, დიდი რიფტული ხეობის, Grand Vale du Rift გულში. ეს არის კლდოვანი ფერდობების, აკაციის ტყეების, უძველესი ბაობაბებისა და ეკლიანი ბუჩქების ლანდშაფტი, რომელიც გადაჭიმულია იქამდე, სადამდეც თვალი მიცვდება. არ არსებობს მოასფალტებული გზები. არ არსებობს განათების ბოძები. გონივრულ მანძილზე არ არსებობს საავადმყოფოები ან პოლიციის განყოფილებები. ეს არის ტერიტორია, რომელსაც ჰაძაბეები თავიანთ სახლს უწოდებენ ბოლო გამყინვარების ხანამდე, ეგვიპტის პირამიდების წარმოდგენამდე, სოფლის მეურნეობისა და დამწერლობის გამოგონებამდე. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევებმა ამ ხალხის შესახებ არაჩვეულებრივი რამ გამოავლინა. ჰაძაბეების ხაზი კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს დაახლოებით 50,000 წლის წინ გამოეყო, რაც მათ ადამიანის გენეალოგიური ხის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე იზოლირებულ შტოდ აქცევს. მათ არ ჰყავთ ცნობილი ახლო გენეტიკური ნათესავები. მათი ენა, ჰაძანე, ჰაძენ, ითვლება ენობრივ იზოლატად, რომელსაც არ აქვს დადასტურებული კავშირი პლანეტის არც ერთ სხვა არსებულ ენასთან. როდესაც გესმით, როგორ საუბრობს ჰაძაბე, თქვენ გესმით ბგერები, რომლებიც 1000 წლეულების განმავლობაში ეხმიანება, ენისტკაცუნი და ხორხისმიერი ხმები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანთა კომუნიკაციის ერთ-ერთ უძველეს ფორმას, რომელიც დღემდე გამოიყენება. დააკვირდით, რა ხდება, როდესაც სიბნელე ფარავს სავანას. სადღაც კლდეებსა და ბუჩქებს შორის არსებობს ბანაკი დაახლოებით 20-დან 30-მდე ადამიანით. 3 ან 4 ქოხი, დამზადებული გადახლართული ტოტებისა და მშრალი ბალახისგან, წერტილოვანია კლდოვანი ბორცვის მწვერვალზე მდებარე ბრტყელ ადგილას. თითოეული ქოხი დაახლოებით მეტრსა და 80 სანტიმეტრის სიმაღლისაა, რომელიც ტომის ქალებმა 2 საათზე ნაკლებ დროში ააშენეს მხოლოდ გარემოში ნაპოვნი მასალების გამოყენებით. ამისთვის არც ერთი ხე არ იჭრება. არც ერთი ტყე არ იჩეხება. ტოტებს მიწიდან აგროვებენ, ბალახს კი ფესვების ამოუღებლად კრეფენ. როდესაც ჯგუფი მიდის 2 ან 3 კვირაში, ეს სტრუქტურები უბრალოდ უბრუნდება მიწას, ლანდშაფტზე ნაციბურების დატოვების გარეშე. ბანაკის ცენტრში კოცონი დაბალზე იცვის. ეს არ არის დიდი, სანახაობრივი კოცონი, როგორიც ფილმებში გინახავთ. ის პატარაა, შეკავებული, მხოლოდ იმდენი, რამდენიც გასათბობად და გასანათებლად არის საჭირო. ჰაძაბე მამაკაცს შეუძლია ცეცხლის დანთება ხელისყურებს შორის ჯოხის ტრიალით 30 წამზე ნაკლებ დროში. ეს არის უნარი, რომელსაც თითოეული ბავშვი სწავლობს მანამ, სანამ მეტყველება სრულყოფილად დაეუფლება. ცეცხლი სიცოცხლეა. ცეცხლი დაცვა. ცეცხლი არის თავდაცვის პირველი ხაზი მტაცებლების წინააღმდეგ, რომლებიც გარშემო სიბნელეში ჩასაფრებულან. მაგრამ ეს არ არის თავდაცვის ერთადერთი ხაზი. განიხილეთ რეგიონის დიდი კატების მდგომარეობა. ზრდასრული მამალი ლომი შეიძლება იწონიდეს 250 კილოგრამამდე, რაც 3 ზრდასრული მამაკაცის ტოლფასია. მისი ეშვები 8 სანტიმეტრამდე სიგრძეს აღწევს. მისი ნაკბენი ახორციელებს დაახლოებით 450 კილოგრამის ძალას კვადრატულ სანტიმეტრზე, რაც საკმარისია ძვლების ადვილად დასამსხვრევად.
ლეოპარდი უფრო პატარაა, 60-დან 90 კილოგრამამდე, მაგრამ ზომას არაჩვეულებრივი სისწრაფით, ხეებზე თავისივე წონის ნადავლით ასვლის უნარითა და ღამით ნადირობის უპირატესობით ანაზღაურებს, როდესაც მისი მხედველობა ადამიანის აზრით 6-ჯერ უფრო მახვილი ხდება. ხალხიანი აფთრები, რომლებიც ხშირად სათანადოდ არ ფასდებიან, ნადირობენ 80-მდე ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებად და აქვთ ყველაზე ძლიერი ნაკბენი ყველა ხმელეთის ძუძუმწოვარს შორის სხეულის ზომასთან შეფარდებით. მათ შეუძლიათ იმ ძვლების დაფქვა, რომლებსაც ლომები ტოვებენ, რადგან ზედმეტად მაგარია. და ყველა ეს არსება პატრულირებს იმავე ტერიტორიაზე, სადაც ჰაძაბეებს ვარსკვლავების ქვეშ სცინავთ. მაშ, როგორ არის შესაძლებელი, რომ ხალხი კედლების გარეშე, თანამედროვე იარაღის გარეშე, მეთვალყურეობის ტექნოლოგიის გარეშე, გადარჩეს ღამე-ღამის შემდეგ ამ გარემოში? პასუხი იწყება იმით, რაც დიუკის უნივერსიტეტის University Duke მეცნიერებმა მხოლოდ 2017 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც 20 თანმიმდევრული დღის განმავლობაში შეისწავლეს ჰაძაბეების ძილის რეჟიმი. მკვლევარებმა 33 ჰაძაბე მოხალისე აღჭურვეს აქტიგრაფებით, მაჯის საათის მსგავსი პატარა მოწყობილობებით, რომლებიც ძილის დროს ყოველწუთიერ მოძრაობას აფიქსირებენ. იმან, რაც მათ აღმოაჩინეს, სრულიად შეცვალა დასავლური მოლოდინები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეძინათ ადამიანებს. დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში, ყველა მონაწილეს ერთდროულად ეძინა მხოლოდ 18 წუთის განმავლობაში. 18 წუთი. 20 დღეში. ეს ნიშნავს, რომ ღამის ნებისმიერ მომენტში ბანაკში ყოველთვის ვიღაც ღვიძავდა? არა ფორმალური დანიშნულებით, არა იმიტომ, რომ ვინმე გუშაგად იყო დანიშნული, არამედ ძილის რეჟიმის ბუნებრივი ცვალებადობის გამო, რომელიც ჰაძაბეებმა ათასწლეულების ევოლუციის განმავლობაში განივითარეს. უფროსებს ჩვევიათ ნაკლები ძილი და ადრე გაღვიძება. ახალგაზრდები გვიანობამდე რჩებიან ფხიზლად. და ღამის განმავლობაში ჯგუფის სხვადასხვა წევრები ბუნებრივად იღვიძებენ სხვადასხვა დროს, რაც ქმნის უნებლიე, მაგრამ მუდმივ მეთვალყურეობას. მკვლევარებმა ამას გუშაგის ქცევა უწოდეს. ეს არის ფენომენი, რომელიც შეინიშნება გადამფრენ ფრინველებსა და სხვა სოციალურ ცხოველებში, მაგრამ მანამდე ადამიანებში ასეთი ფორმით არასოდეს ყოფილა დოკუმენტირებული. ჰაძაბეებს არ სჭირდებათ გუშაგების დაყენება, რადგან მათი ბიოლოგია თავად განვითარდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვინმე ყოველთვის ფხიზლად იყოს. წარმოიდგინეთ ეს. 50,000 წლის ბუნებრივმა სელექციამ ჩამოაყალიბა ამ პოპულაციის ძილის რეჟიმი, რათა შეექმნა ორგანული მეთვალყურეობის სისტემა, სამხედრო დისციპლინის ან მორიგეობის გრაფიკის საჭიროების გარეშე. მოხუცები, რომლებიც დასავლურ საზოგადოებებში ხშირად უჩივიან უძილობას და ფრაგმენტულ ძილს, ჰაძაბეებში გადამწყვეტ ევოლუციურ ფუნქციას ასრულებენ, ისინი არიან გამთენიისას პირველი საათების ბუნებრივი გუშაგები, როდესაც ახალგაზრდა მოზარდების უმეტესობას ჯერ კიდევ ღრმად სცინავს. მაგრამ ბუნებრივი სიფხიზლე სტრატეგიის მხოლოდ ნაწილია. მეორე ნაწილი მამაკაცების ხელშია. ტრადიციული ჰაძაბეს მშვილდის სიგრძეში დაახლოებით 1.80 მ აღწევს, თითქმის ზრდასრული მამაკაცის სიმაღლეს. იგი დამზადებულია სპეციფიკური ხეების, დამბეე-კერკიეს ან გრივიე-ბეკალერის მოქნილი მერქნისგან, რომელზეც 2 ან 3 დღის განმავლობაში მუშაობენ სრულყოფილი სიმრუდეების მიღწევამდე. პროცესი მოიცავს ხის გაცხელებას ცხელფერფლში, მის თანდათანობით მოხრას ხის საყრდენების გამოყენებით, ცხოველური ცხიმის ან ფუტკრის ცვილის წასმას, ბზარების თავიდან ასაცილებლად და ციკლის ათეულჯერ გამეორებას, სანამ შვილს არ ექნება გლუვი და ერთგვაროვანი რკალი. როდესაც ანთროპოლოგმა ჯეიმს ვუდბერნ საველე პირობებში გამოსცა და ჰაძაბეს მშვილდების ამბარიანი სასწორის გამოყენებით, მან აღმოაჩინა, რომ საშუალო მშვილდის ლარის სრულად მოსაზიდად საჭირო იყო 45 კილოგრამზე მეტი ძალა, რაც 100 ფუნტის ტოლფასია. უფრო ბოლო დროინდელმა კვლევებმა, რომლებიც 2017 წელს გამოქვეყნდა, აჩვენა გაწევის ძალა 22-დან 60 კილოგრამამდე, საშუალოდ 31 კილოგრამი. შედარებისთვის, თანამედროვე ოლიმპიური მშვილდები, რომლებსაც გაწვრთნილი სპორტსმენები იყენებენ, ჩვეულებრივ საჭიროებენ 18-დან 25 კილოგრამამდე ძალას. ოლიმპიური მშვილდოსნები ისვრიან 70 მეტრის მანძილზე სიზუსტისთვის შექმნილი მშვილდებით. ჰაძაბე მონადირეები ისვრიან 23-დან 45 მეტრის მანძილზე ნედლი სიმძლავრისთვის შექმნილი მშვილდებით. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ძნელად მოსაზიდ მშვილდებს, რადგან ნადირობენ მოკლე მანძილზე, ჩუმად ეპარებიან ნადავლს, სანამ საკმარისად ახლოს არ იქნებიან ზუსტი გასროლისთვის. და აქ შემოდის ელემენტი, რომელიც ამ მშვილდებს ჭეშმარიტად სასიკვდილო იარაღად აქცევს. ჰაძაბეს ისრებს შხამი აქვს. არა ნებისმიერი შხამი. ტრადიციულად გამოიყენება ადგილობრივი მცენარეებიდან მოპოვებული 3 სპეციფიკური ტიპის ტოქსინი: პანჯუბე, მიღებული ედინია მობსემდისგან, სუკულენტი, რომელიც ცნობილია როგორც უდაბნოს ვარდი,
შანჯო, შეენჯო, მიღებული სტროფენთას ემენიეს თესლისგან და კალაკასი, ქალაქესი, რომელიც მეზობელ ტომებთან გაცვლით მოიპოვება, რადგან ჰაძაბეების ტერიტორიაზე არ იზრდება. პანჯუბე ყველაზე გავრცელებულია. მამაკაცები ჭრიან მცენარის ტოტებს ან ნაყავენ ჯერ კიდევ მიწაში მყოფ ღეროს, იღებენ რძისებრძვენს, ადუღებენ წყლის სრულ აორთქლებამდე და რაც რჩება, არის შავი, წებოვანი ნივთიერება, რომელიც შეიძლება ბურთულად ატარონ, თიხის მსგავსად, გამოყენების მომენტამდე. როდესაც ისრების მომზადების დრო დგება, მონადირე პატარა ჯოხს იყენებს შხამის ასარევად მტკნარი წყლის მოლუსკის ნიჟარაში, რომელიც ჭურჭლის ფუნქციას ასრულებს. შემდეგ მცირე რაოდენობა დაიტანება ისრის ლითონის წვერის გარშემო. შხამი არ აფუჭებს ცხოველის ხორცს, ის მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და არ აბინძურებს კუნთებს, რომლებიც უნდა შეიჭამოს. დაჭრის შემდეგ ცხოველმა შეიძლება კიდევ გარკვეული დროით გააგრძელოს სირბილი, მაგრამ მონადირე მიცის, რომ საკმარისია კვალს გაჰყვეს. შხამი თავის საქმეს გააკეთებს. ეს იგივე მშვილდისრები, რომლებიც გამოიყენება იმპალებზე, ზებრებსა და ჟირაფებზე სანადიროდ, ასევე გამოიყენება ბანაკის დასაცავად. დაფიქრდით მტაცებლის ფსიქოლოგიაზე. ლომები და ლეოპარდები ოპორტუნისტები არიან. ისინი ყოველი თავდასხმის წინ ითვლიან რისკს სარგებლის წინააღმდეგ. დაჭრილი კამეჩი ადვილ ნადავლს წარმოადგენს. ფხიზელი შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი კოცონის გარშემო წარმოადგენს გათვლილ რისკს, რომელიც იშვიათად ღირს საქმედ. ჰაძაბეებმა ათასწლეულების განმავლობაში ისწავლეს, რომ საუკეთესო თავდაცვა მტაცებლების წინააღმდეგ არ არის ნედლი ძალა, არამედ იმის მუდმივი დემონსტრირება, რომ თავდასხმას ექნება შედეგები. ჰაძაბე მამაკაცებს სხეულზე აქვთ ნაციბურები, რომლებიც ამბებს ყვებიან. ნადირობის ნაციბურები, გველის ნაკბენის ნაციბურები, ბაობაბებიდან გადმოვარდნის ნაციბურები თაფლის შეგროვებისას, ლეოპარდის თავდასხმის ნაციბურები. ჟურნალისტმა მაიკლ ფინკელმა, Michael Finkel, National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში აღწერა მონადირის, სახელად ონვას, სხეული, როგორც სავანაში ცხოვრების იეროგლიფი. დარჩენილი კბილების ნახევარი. ისრების, დანების, მორიელებისა და ეკლების კვალი. და ნაციბური ლეოპარდთან შეხვედრიდან, საიდანაც ის ცოცხალი გამოვიდა. რადგან ჰაძაბეები მხოლოდ კი არ იცავენ თავს მტაცებლებისგან. ისინი მათზე ნადირობენ. ზოგიერთი ჰაძაბეს ტომი თავის რაციონში რთავს ლომებს, ლეოპარდებსა და სხვა გარეულ კატებს. როდესაც ისინი პოულობენ დიდი კატის მიერ მოკრული ნადავლის ადგილს, ხშირად ცდილობენ მტაცებლის განდევნას ლეშის მოსაპარად. ეს არის პრაქტიკა, რომელიც ცნობილია როგორც scavenging ლეში ჭამიობა, რაც შეადგენს მთელი იმ ხორცის 15-დან 25%-ს, რომელსაც ჰაძაბეები მოიხმარენ. მათ ესმით თავდასხმის ქვეშ მყოფი ნადავლის განწირული ხმები და გარბიან ხმის მიმართულებით, არა გასაქცევად, არამედ იმის გამოსაკვლევად, არის თუ არა საკვების მოპოვების შესაძლებლობა. წარმოიდგინეთ სცენა. ჰაძაბე მამაკაცების ჯგუფი შეიარაღებული 45 კილოგრამის გაწევის ძალის მქონე მშვილდებითა და მოწამლული ისრებით, გარბის ლომის ღრიალისკენ, რომელმაც ახლახან მოკლა ნადავლი. მათ სუსტად იციან, რას აკეთებენ. იციან მტაცებლის ქცევა, იციან, როდის არის ის დაუცველი, იციან, როგორ აიძულონ იგი დატოვოს თავისი სადილი. ეს არ არის თავზე ხელაღებულობა. ეს არის 50,000 წლეულის პრაქტიკით დახვეწილი სტრატეგია. და მტაცებლები სწავლობენ. ლომები, რომლებიც ჰაძაბეების ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თაობების განმავლობაში სწავლობენ, რომ ის პატარა ორფეხა პრიმატები კოცონების გარშემო არ არიან ადვილი ნადავლი. ისინი სინამდვილეში კონკურენტები არიან. ისინი არიან არსებები, რომლებსაც შეუძლიათ სასიკვდილოდ დაჭრან შორიდან ნასროლი მოწამლული ჭურვებით. ისინი არიან არსებები, რომლებიც არ გარბიან, რომლებიც არ ავლენენ ნადავლისთვის დამახასიათებელ შიშს. ჰაძაბეების მითოლოგია ასახავს ამ რთულ ურთიერთობას დიდ კატებთან. ერთ-ერთი მათი ამბავი მოგვითხრობს, რომ ქალღმერთმა იშოკო, ბოროტი გიგანტების ოჯახის სხეულები ლეოპარდებად აქცია მას შემდეგ, რაც ისინი კეთილმა გველმა მოკლა. შემდეგ იშოკომა უკრძალა ლეოპარდებს ადამიანებზე თავდასხმა, თუ ისინი ჯერ ისრით არ იქნებოდნენ დაჭრილნი. ეს არის ამბავი, რომელიც პრაქტიკულ ცოდნას მითის სახით აკოდირებს ლეოპარდები საერთოდ ერიდებიან ადამიანებს, თუ თავს საფრთხეში ან ჩიხში არ იგრძნობენ. ჰაძაბეების ბანაკები შემთხვევით არ ირჩევა. ჩვეულებრივ ისინი განლაგებულია ამაღლებულ ადგილებზე, კლდოვანი ბორცვების მწვერვალებზე, რომლებიც ცნობილია როგორც კოპიები, ქობჯის, რაც უზრუნველყოფს გარემოს ფართო ხედვას და ართულებს ჩუმად მიპარვას. ქოხები ისეა განლაგებული, რომ ნებისმიერი საეჭვო მოძრაობა მრავალი კუთხიდან ჩანდეს.
ხოლო ცენტრალური კოცონი, მაშინაც კი, როდესაც დაბალზე იწვის, ქმნის სინათლის ზონას, რაც ღამის მტაცებლებს მიახლოების სურვილს უკარგავს. ეს არ არის პარანოია. ეს არის ეპოქების განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაგმატიზმი. ჰაძაბეებს სცინავთ ღია ცის ქვეშ არა ვარიანტების არქონის გამო, არამედ უპირატესობის გამო. ბალახის ქოხები ძირითადად წვიმისგან დასაცავად და განმარტოებისთვის გამოიყენება და არა როგორც ციხესიმაგრეები. ბევრი ამჯობინებს პირდაპირ ვარსკვლავების ქვეშ დაწოლას, სადაც შეუძლიათ დაინახონ, სადა იგრძნონ ნიავი. ტანზანიის მთავრობის ჯანმრთელობის პროგრამების მიერ დარიგებული მოსკიტების ბადეები ხშირად გამოიყენება, ისინი მსუბუქია, იცავს ქალებსა და ბავშვებს და საშუალებას აძლევს მათ გააგრძელონ ვარსკვლავებზე დაკვირვება დაძინებამდე. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? ხალხი, რომელიც ცხოვრობს ლომებისა და ლეოპარდების ტერიტორიაზე, ირჩევს ძილს ღია ცის ხედით. არა იმიტომ, რომ ისინი დაუფიქრებლები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ შეიმუშავეს დაცვის ისეთი ეფექტური სისტემა, რომ შეუძლიათ თავს ამ ფუფუნების უფლება მისცენ. თავი მეორე სიბრძნე, რომელიც ათასწლეულებს გადის ჰაძაბე ბიჭები მშვილდისრების დამზადების სწავლას დაახლოებით 3 წლის ასაკიდან იწყებენ. არა ფორმალურ გაკვეთილებზე, არა სკოლებში, არამედ უფროსებზე დაკვირვებით და მათი მოძრაობების მიბაძვით. 5 ან 6 წლის ასაკში მათ უკვე შეუძლიათ ფუნქციური მინიატურების დამზადება. 10 წლის ასაკში ისინი მონაწილეობენ მცირე ნადირობაში, უმიზნებენ ფრინველებსა და პატარა ძუძუმწოვრებს. 15 წლის ასაკში ისინი უკვე სრულყოფილი მშვილდოსნები არიან, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი იარაღის თავიდან ბოლომდე დამზადება და მოძრავი სამიზნეების მოხვედრა 30 მეტრის მანძილზე. ეს არის საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც 50,000 წლის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობდა. დააკვირდით ისრის დამზადების პროცესს. ტარი მზადდება მსუბუქი და სწორი ხისგან, რომელიც ხშირად ცეცხლზე ტბება ფორმის მისაცემად. წვერი, რომელიც ტრადიციულად ცვლისგან ან ქვისგან მზადდებოდა, დღეს უფრო ხშირად ლითონისგან იჭედება, რომელიც მოიპოვება მეზობელ და ტოგას, დეითოგა, ტომთან გაცვლით, რომლებიც ცნობილი მჭედლები არიან. ჰაძაბეები ცვლიან თაფლს, ტყავსა და ხორცს ისრის წვერებზე, დანებსა და სხვა ლითონის იარაღებზე. ეს არის სიმბიოზური ურთიერთობა, რომელიც თაობების განმავლობაში არსებობს, მიუხედავად ორ ტომს შორის ისტორიული დაძაბულობისა. მშვილდის ლარი ტრადიციულად მზადდებოდა ელანდების, კამეჩების ან ზებრების კისრის იოგებისგან, ან ჟირაფის მყესებისგან. დღეს ვაჭრობით მოპოვებული ნეილონის ძაფები უფრო გავრცელებულია, რადგან ისინი უფრო დიდხანს სლებენ და უფრო ადვილია მათი შეცვლა. ჰაძაბეები არ არიან ნოსტალგიური პურისტები, რომლებიც უარყოფენ ყოველგვარ გარეგან გავლენას. ისინი არიან პრაგმატისტები, რომლებიც იღებენ იმას, რაც უკეთესად მუშაობს, ხოლო ინარჩუნებენ იმას, რაც შეცვლას არ საჭიროებს. ტიპური მშვილდი რამდენიმე თვეს ძლებს, სანამ შეცვლას საჭიროებს. ის შეიძლება გატყდეს ნადირობისას, შეიძლება დაიკარგოს, ან უბრალოდ დაკარგოს ელასტიურობა გამოყენებისას. მაგრამ ჰაძაბე მონადირეს შეუძლია ახალი მშვილდის დამზადება 2 ან 3 დღეში მხოლოდ ნაჯახის, დანისა და სავანაში ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებით. საკუთარი ხელსაწყოების ნულიდან ნებისმიერ ადგილას დამზადების ეს უნარი არის ის, რაც ჰაძაბეებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ როგორც ნამდვილმა მომთაბარეებმა. საშუალოდ ყოველ 2 ან 3 კვირაში ბანაკი გადაადგილდება. მიზეზები განსხვავებულია, ადგილობრივი რესურსები შეიძლება იწურებოდეს, შეიძლება იყოს პიროვნებათა შორისი კონფლიქტები, რომლებიც უფრო ადვილად წყდება დისტანციით, ვიდრე დაპირისპირებით, ან შეიძლება უბრალოდ იყოს ცვლილების სურვილი. ჰაძაბეებს არ აქვთ ექსკლუზიური ტერიტორიული საკუთრების კონცეფცია. თუ სხვა ჯგუფი იყენებს ადგილს, რომელსაც ისინი ხშირად სტუმრობდნენ, ისინი უბრალოდ სხვაგან მიდიან. კონფლიქტი თავიდან აცილებულია. მოძრაობა გამოსავალია. ეს მუდმივი მობილობა ასევე დაცვის ფუნქციას ასრულებს. მტაცებლები, რომლებიც სწავლობენ ადამიანის ბანაკის ადგილმდებარეობას და იწყებენ გარშემოტრიალს, მალევე აღმოაჩენენ, რომ ბანაკი გაქრა. არ არსებობს პროგნოზირებადი ნიმუშები გამოსაკვლევად. არ არსებობს შესასწავლი რუტინები. ჰაძაბეები მოძრავი სამიზნეები არიან, რომლებიც ერთ ადგილზე არასოდეს რჩებიან საკმარისად დიდხანს, რომ დაუცველები გახდნენ. წარმოიდგინეთ იმ ცოდნის მასშტაბი, რომელიც ასე ცხოვრებისთვის არის საჭირო. ზრდასრული ჰაძაბე იცნობს იმ 1500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, სადაც მისი ტომი ბინადრობს. მან იცის, სად იპოვოს წყალი მშრალი სეზონის განმავლობაში მცენარეებისა და ცხოველების ქცევაზე დაკვირვებით. მან იცის, რომელი ფესვებია საკვებად ვარგისი და რომელია შხამიანი. იცის ცხოველების მიგრაციის გზები, ბაობაბების ნაყოფმსხმოიარობის ციკლები, ადგილები, სადაც გარეული ფუტკრების კებს აშენებენ.
ეს უკანასკნელი ინფორმაცია ფუტკრების შესახებ ავლენს ერთ-ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ პარტნიორობას ადამიანებსა და ბუნებას შორის, რაც კი ოდესმე ყოფილა დოკუმენტირებული. არსებობს ჩიტი, რომელსაც ეწოდება დიდი თაფლის მაჩვენებელი, indicator grant, ან ლათინურად indicator, რომელმაც ათასობით წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა სიმბიოზური ურთიერთობა ჰაძაბეებთან. ჩიტი პოულობს ხეებში ან კლდეებში დამალულ სკეპს, მაგრამ დამოუკიდებლად თაფლთან მიღწევა არ შეუძლია, რადგან ფუტკრები თავს დაესხმებოდნენ. ამიტომ ის ეძებს ადამიანებს. მიფრინავს ჰაძაბე მონადირესთან, გამოსცემს დამახასიათებელ ხმას და იწყებს ფრენას კონკრეტული მიმართულებით, პერიოდულად ჩერდება, რათა შეამოწმოს, მიჰყვება თუ არა მას ადამიანი. მონადირე პასუხობს სპეციფიკური სტვენით, რაც ადასტურებს, რომ მან გაიგო შეტყობინება. ჩიტი აგრძელებს გზის ჩვენებას სკამდე. ადამიანი იყენებს კვამს ფუტკრების დასამშვიდებლად, ხსნის სკას თავისი ნაჯახით, აგროვებს თაფლს და ტოვებს ცვილის ნაჭრებს ჩიტისთვის საჭმელად. ორივე მხარე სარგებლობს. ეს პარტნიორობა იმდენი ხანია მუშაობს, რომ ჰაძაბეებმა შეიმუშავეს სტვენის სპეციფიკური ლექსიკა დიდი თაფლის მაჩვენებლებთან კომუნიკაციისთვის. ეს არის სახეობათა შორისი თანამშრომლობა, რომელიც სავარაუდოდ ათეულობით ათასი წელია არსებობს, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფორმის მოშინაურება ან ადამიანის პარტნიორობა ცხოველებთან. თაფლი წარმოადგენს ჰაძაბეების რაციონის გადამწყვეტ ნაწილს, განსაკუთრებით წლის გარკვეულ დროს. მამაკაცები ადიან 20 მეტრის სიმაღლის ბაობაბებზე უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, რათა მიაღწიონ ღეროს ღრუებში დამალულ სკეპს. გადმოვარდნის ნაწიბურები ხშირია. მაგრამ თაფლი რისკად ღირს, ის არის ენერგიის, შაქრებისა და საკვები ნივთიერებების კონცენტრირებული წყარო, რომელიც ავსებს ნანადირევ ხორცს და ქალების მიერ შეგროვებულ ტუბერებსა და ხილს. ჰაძაბე ქალები პასუხისმგებელნი არიან ჯგუფის კალორიული კვების დაახლოებით 80%-ზე შეგროვების გზით. სათხრელი ჯოხების გამოყენებით ისინი მიწიდან იღებენ საკვებად ვარგის ტუბერებსა და ფესვებს. აგროვებენ ბაობაბის ნაყოფს, რომლის თესლი მდიდარია ვიტამინით. პოულობენ კენკრას, თხილს და სხვა ნოყიერ მცენარეებს, რომლებსაც მამაკაცები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ თავიანთი სანადირო ექსპედიციების დროს. ბავშვები ძალიან ადრეული ასაკიდან სწავლობენ შეგროვებაში მონაწილეობას და საკვებად ვარგისი მცენარეების ამოცნობას მანამ, სანამ გამართულად ლაპარაკს ისწავლიდნენ. შრომის ეს დაყოფა არ არის მკაცრი ან იერარქიული. ჰაძაბეების საზოგადოება ღრმად თანასწორუფლებიანია. არ არსებობენ ფორმალური ბელადები. არ არსებობენ მუდმივი ლიდერები. გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. თუ ვინმე არ ეთანხმება ჯგუფის გადაწყვეტილებას, ის უბრალოდ მიდის სხვა ბანაკში შესაერთებლად. ინდივიდუალური თავისუფლება აბსოლუტურია, არავის შეუძლია აიძულოს სხვა ჰაძაბე გააკეთოს რაიმე. ეს რადიკალური ეგალიტარიზმი ვრცელდება საკვების განაწილებაზეც. როდესაც მონადირე კლავს დიდ ნადავლს, ხორცი ნაწილდება ბანაკის ყველა წევრს შორის და არა მხოლოდ მის ოჯახზე. მონადირე არ იღებს უფრო დიდ ულუფას იმის გამო, რომ მან შეასრულა სამუშაო. რესურსების დაგროვება სოციალურად დაგმობილია. სიმდიდრე ჰაძაბეების გაგებით მდგომარეობს არამეტის ფლობაში, არამედ ურთიერთობების ქსელში ყოფნაში, სადაც ყველაფერს იზიარებს. დაფიქრდით ამის გავლენაზე კოლექტიურ დაცვაზე. საზოგადოებაში, სადაც არავინ არის სხვაზე მნიშვნელოვანი, სადაც ყველა იზიარებს რესურსებსა და პასუხისმგებლობებს, თითოეული ინდივიდის უსაფრთხოება სიტყვასიტყვით ყველას პასუხისმგებლობაა. ბუნებრივი ღამის სიფხიზლე, სადაც ყოველთვის ვიღაც ღვიძავს, მუშაობს იმიტომ, რომ ჯგუფის ყველა წევრი უხუცესებიდან უმცროსებამდე ინტეგრირებულია სისტემაში, სადაც კოლექტიური კეთილდღეობა განუყოფელია ინდივიდუალური კეთილდღეობისგან. ჰაძაბეებს არ აქვთ ორგანიზებული რელიგია იმ გაგებით, როგორიც სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებმა განავითარეს. ისინი არ აშენებენ ტაძრებს. არ ჰყავთ მღვდლები. არ ატარებენ რთულ ცერემონიებს ფიქსირებული კალენდრებით. მაგრამ მათ აქვთ ტაბუების მდიდარი ტრადიცია და სულიერი პრაქტიკა, რომელიც კონცენტრირებულია EPM კონცეფციაზე, ქცევებისა და ცოდნის კატეგორიაზე, რომელიც მართავს სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს. მაგალითად, გარკვეული სახის ხორცი არის EPM და მისი ჭამა მხოლოდ ინიცირებულ მამაკაცებს შეუძლიათ კონკრეტულ ადგილებში ქალებისა და ბავშვებისგან მოშორებით. ეს არის სოციალური რეგულირების ფორმა, რომელიც ქმნის განსხვავებებს მუდმივი იერარქიების შექმნის გარეშე. საბოლოოდ ყველა მამაკაცი ხდება ინიცირებული. EPM-ს ცოდნა თაობებს გადაეცემა. და სისტემა მუშაობს სოციალური ერთიანობის შესანარჩუნებლად ცენტრალიზებული ხელისუფლების საჭიროების გარეშე. სიკვდილს ჰაძაბეები ისეთი ბუნებრიობით ეპყრობიან, რაც შოკში აგდებს დასავლელ დამკვირვებლებს.
არ არსებობს რთული დაკრძალვები. არ არსებობს საფლავის ნიშნები. ისტორიულად სხეულებს უბრალოდ ტოვებდნენ ბუჩქნარში აფთრების მიერ შესაჭმელად, ბუნებრივ ციკლში დაბრუნება, რაც არ იქნება როგორც დამამცირებელი, არამედ როგორც მიზანშეწონილი. დღეს ჰაძაბეების უმეტესობა თავის მიცვალებულებს მარხავს არაღრმა ორმოებში, ფარავს რამდენიმე მშრალი ტოტით და აგრძელებს გზას. არ არსებობს სენტიმენტალური მიჯაჭვულობა ადგილებზე ან ობიექტებზე. არ ხდება მატერიალური მოგონებების დაგროვება. არ არსებობს სალოცავები წინაპრებისთვის. რაც მთავარია, ეს არის საწყო ურთიერთობები, ცოცხალი ჯგუფი და უყოვნებლივი საჭიროებები. ეს არის ცხოვრების ფილოსოფია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება დამგროვებელი მენტალიტეტისგან, რომელიც ახასიათებს სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიულ საზოგადოებებს. ეს იგივე ფილოსოფია გამოიყენება მტაცებლებთან ურთიერთობაშიც. ჰაძაბეებს არ სძულთ ლომები ან ლეოპარდები. ისინი მათ არ აღიქვამენ როგორც გასანადგურებელ მტრებს. ისინი უბრალოდ იმავე ტერიტორიის სხვა მკვიდრნი არიან, რესურსებისთვის კონკურენტები, არსებები, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემას, მაგრამ არა პარალიზებელ შიშს. თანაარსებობა შესაძლებელია, რადგან არც ერთი მხარე არ ეძებს სრულ დომინირებას. ბოლო 100 წლის განმავლობაში ჰაძაბეებმა დაკარგეს თავიანთი ტრადიციული ტერიტორიის დაახლოებით 90%. ფერმერები, მწყემსები, კერძო სანადირო ნაკრძალები და სამთავრობო პროექტები მუდმივად იჭრებოდნენ მათ მიწებზე. 2007 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ იაედას ველის მიმდებარე 6500 კვადრატული კილომეტრი მიწა არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ნაჰიან სამეფო ოჯახს მიაქირავა კერძო სანადირო ნაკრძალად გამოსაყენებლად. ჰაძაბეებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე 1000 წლეულების განმავლობაში ნადირობდნენ, აიკრძალათ იქ ყოფნა. 2011 წელს ჰაძაბეების წარმომადგენლებმა საბოლოოდ შეძლეს მოეთხოვათ ჩვეულებითი ფლობის უფლება დაახლოებით 23000 ჰექტარზე, ტერიტორია, რომელიც ბევრად მცირეა ტრადიციულზე, მაგრამ იურიდიულად დაცულია. კიდევ 36000 ჰექტარი გამოიყო დატოგასთვის, მათი მჭედელი მეზობლებისთვის. ეს არის ნაწილობრივი გამარჯვება დანაკარგების ხანგრძლივ ისტორიაში. დღეს 350-ზე ნაკლები ჰაძაბე ჯერ კიდევ ეწევა ნამდვილი მონადირე შემგროვებლების ტრადიციულ ცხოვრების წესს. ტომის 1200-დან 1300-მდე წევრიდან უმეტესობა უკვე ნაწილობრივ ინტეგრირებულია ტურისტულ ეკონომიკაში, რომელიც ეიასის ტბის გარშემო განვითარდა. ვიზიტორთა ჯგუფები იხდიან ფულს დილის ნადირობაზე დასასწრებად, მშვილდისრების დამზადებაზე დასაკვირვებლად, რათა მცირე ხნით გამოსცადონ ცხოვრება, რომლითაც მათი წინაპრები 10,000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ტურიზმს მოაქვს ფული, მაგრამ მას ასევე მოაქვს პრობლემები. ალკოჰოლი, რომელიც გარე სამყაროსთან კონტაქტით შემოვიდა, სერიოზულ პრობლემად იქცა. ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ პრაქტიკულად არ არსებობდა, ახლა შემაშფოთებელი სიხშირით ხდება. ტრადიციული ცოდნა იკარგება, როდესაც ახალგაზრდები უფრო მეტ დროს ატარებენ ტურისტებთან ურთიერთობაში, ვიდრე უფროსებისგან სწავლაში. და მიუხედავად ამისა, ჰაძაბეები ძლებენ. ყოველ ღამით, ეიასის ტბის გარშემო ბორცვებზე, პატარა კოცონები ანათებენ აფრიკულ სიბნელეს. ისინი ბევრი არ არის, შესაძლოა 40 ან 50 მთელ რეგიონში. თითოეული მათგანი წარმოადგენს ჰაძაბეების ბანაკს. თითოეული მათგანი არის ცოცხალი გამოწვევა კონტინენტის უდიდესი მტაცებლებისთვის. თითოეული მათგანი 50,000 წელია იცვის. ჰაძაბეების დაცვალომებისა და ლეოპარდებისგან არ მოდის ერთი კონკრეტული ტექნიკიდან ან ტექნოლოგიიდან. ის მოდის ინტეგრირებული სისტემიდან, სადაც თითოეული ელემენტი აძლიერებს სხვებს. ძილის რეჟიმის ბუნებრივი ცვალებადობა უზრუნველყოფს მუდმივ სიფხიზლეს. ძლიერი მშვილდები და მოწამლული ისრები იძლევა თავდაცვისა და კონტრშეტევის შესაძლებლობას. ტერიტორიის ღრმა ცოდნა საშუალებას იძლევა შეირჩეს დაცვადი ბანაკის ადგილები. მუდმივი მობილობა ხელს უშლის მტაცებლებს მათი რუტინის შესწავლაში. თანასწორუფლებიანი სოციალური სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ ყველა იყოს დაინტერესებული კოლექტიური დაცვით. ხოლო პრაგმატული მენტალიტეტი, პარალიზებელი შიშისა და ზედმეტი აგრესიის გარეშე საშუალებას იძლევა თანაარსებობისა იმ არსებებთან, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი გაუფრთხილებელი ადამიანის მოკვლა. ჰაძაბეებს არ დაუტოვებიათ პირამიდები. არ აუგიათ მონუმენტები. არ დაუწერიათ წიგნები. მაგრამ მათში ატარებენ იმას, რაც ვერცერთმა თანამედროვე ცივილიზაციამ ვერ შეძლო შეენარჩუნებინა, ხელოვნება იმისა, რომ იცხოვრო გარემომცველ სამყაროსთან წონასწორობაში.
ყოველი ღამე, რომელიც კედლების გარეშე გადის, ყოველი დილა, რომელიც ვარსკვლავების ქვეშ, ლომების ტერიტორიაზე ძილის შემდეგ თენდება, არის 50,000 წლის დაგროვილი სიბრძნის ჩუმი გამარჯვება. მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყარო სულ უფრო მეტ ბარიერს აშენებს საკუთარ თავს შორის, ბუნებას შორის, ცნობილსა და უცნობს შორის, ჰაძაბეები გვიჩვენებენ, რომ ჭეშმარიტი დაცვა ყოველთვის კედლებიდან არ მოდის. ის მოდის გაგებიდან, დაკვირვებიდან. იმ სამყაროს რიტმების პატივისცემიდან, რომელიც ჩვენამდე ბევრად ადრე არსებობდა და ჩვენს შემდეგაც გააგრძელებს არსებობას. შესაძლოა, ჰაძაბეების ყველაზე დიდი საიდუმლო